ჩვენ შემდეგი პირი, რომელიც უნდა გამოვკითხოთ, გახლავთ სამეგრელოში სააკაშვილის რეჟიმის დროს წამების მსხვერპლი ლაშა არქანია, რომელსაც თუ მობრძანდა, სთხოვეთ, რომ შემობრძანდეს დარბაზში. მოგესალმებით, ბატონო ლაშა, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. დაბრძანეთ თუ შეიძლება, ბატონო ლაშა, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ სამეგრელოდან ჩამობრძანებისთვის. ჩვენთვის ცნობილი გვარი და სახელია ლაშა არქანია. სამწუხაროდ, იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც თქვენ დაგაპატიმრეს გამოგონილი ბრალდებით და თქვენ მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებს ჰქონდა ადგილი, შიში იყო დასადგურებული მთელ საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში და განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს ჩამობრძანებას დღეს ჩვენთვის ძალიან საყვარელი რეგიონიდან, სამეგრელოდან. თბილისში იმისთვის, რომ ფაქტებზე ინფორმაცია მოგვაწოდოთ და საშუალება მისცეთ კომისიას, რომ სააკაშვილის რეჟიმი და ასევე ამ რეჟიმის დასაყრდენი სამეგრელოში როლანდ ახალაიას და სხვების კლანი თუ კლანები სათანადოდ შეფასდნენ იმისთვის, რომ მათ აღარასდროს აღარ ჰქონდეთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. ეს არის ჩვენი მიზანი. მე მინდა ამ სხდომის ამ ნაწილის საუკეთესოდ ორგანიზებაში დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტში ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს ევროპელ სოციალისტებს, ბატონ ილია ინჯიას და სხვებს, ჩვენს პარლამენტის წევრებს ქართული ოცნებიდან, რომლებიც სამეგრელოს წარმოადგენენ, ასევე მათ და შემოგთავაზოთ მუშაობის ასეთი მეთოდი. პირველ რიგში მე თქვენ გაგაფრთხილებთ, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და ზოგადი ნორმები ჩვენი კანონმდებლობის, იმის თაობაზე, რომ თქვენ მიერ განზრახსრუ ფაქტების მოწოდება, განზრახსრუ ახსნა განმარტება კომისიის წინაშე, ასევე კითხვებზე უარი, ან კიდევ სალაპარაკოდ რომ ვიტყვით ხოლმე მიკიბულ-მოკიბული პასუხები, რაც შეიძლება გაუთანაბრდეს კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდებას, ისჯება სისხლის სამართლის წესით და ამის დასტურად, რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ და თქვენ ეს მოისმინეთ და გაათვითცნობიერეთ, გთხოვთ თქვენ წინდებარე დოკუმენტს ხელი მოაწეროთ, რომელიც ამდიმნომ გაგაცნოთ და თქვენ გქონდათ სხვადასხვა რეკვიზიტის შევსების საშუალება მასზე, ხელიც მოაწეროთ და შეუდგეთ მუშაობას. დიდი მადლობა. ბატონო ლაშა, მე ასე გთავაზობთ, რომ 15 წუთი მაქსიმუმ, რამდენადაც შეძლებთ, რომ ის ძნელი ფაქტები, რთული მტკივილი და რთული გარემოებები გაიხსენოთ, წლების და მიხედვით, არ მოერიდოთ პოლიტიკური თანამდებობის პირების გვარსახელების დასახელებასაც, ვინაიდან ჩვენი კომისია სწორედ მათ საქმიანობას სწავლობს და ეს მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ისაუბროთ, გთხოვთ ჩართოთ მიკროფონი წითლად, რომ აინთება, ეს ნიშნავს, რომ ხმა ისმის. გთხოვთ. მოგესალმებით. გთხოვთ ფეხსადგომით მოგახსენოთ პირადად კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის თითოეულ წევრს მადლობა. აქვე გთხოვთ, რომ დამთოთ ნება, ასევე მადლობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის და თავისუფლების ხარჯად რისკულობდნენ და ცდილობდნენ ჩემი უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტების როგორც მოპოვებას, ასევე მათ გახმოვანებას და მცდელობას მიეწინათ საზოგადოებისთვის იმ ფაქტების და გარემოებების შესახებ ინფორმაცია, რაც მე ჩემ თავს გადამხდა. აქვე მინდა მოვიხსენიო ფეხსადგომით პატივი პირადად მე მივაგო პატივი იმ ადამიანებს, რომლებიც შეეწირნენ იმ ყველაფერს, რომელიც მე გამიმართლა კარგი ადამიანების, სიმდისიერი და წესიერი ადამიანების გვერდით დგომის ღვთისნებით და ვარ ცოცხალი
დღეს, მაგრამ ამას შეეწირა ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი, მამა ჩემი, რომელიც ჩემი ციხიდან ციხეზე ეტაპირების დღეს დაემთხვა აემანის დღე და იმავე დღეს სახლში მიმავალს გაუსკდა გული და გარდაიცვალა გზაში. ასევე იმ თანასაკნელებს, რომლებმაც ვერ შეძლეს იმ ყველაფრის როგორც ფიზიკურად გაძლება, ასევე ფსიქიკურად გაძლებაც შეეყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფიზიკური ჯანმრთელობა და ბევრი მათგანი შეეწირა კიდევ მათ. და პირადად მე მადლობას მოგახსენებთ როგორც კომისიის თავმჯდომარეს, ესე კომისიის თითოეულ წევრს და ჩვენი ქართული საზოგადოების ჩვენი იმ ჯანსაღ ნაწილს, რომელსაც გააჩნია სურვილი და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ის ყველაფერი, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა განვიცადეთ საკუთარ თავზე, არასდროს არც აქ ამ ქვეყანაში და არც არ განმეორდეს და იმ ყველაფერს დანაშაულსაც დაერქვას სახელი და დამნაშავესაც მიეგოს შესაბამისი სასჯელი და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებიან ჰუმანურები, შეგვიძლია ვიყო, მე პირადად შემიძლია ვიყო ჰუმანური მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ მიერ ჩადენილ ასე მძიმე დანაშაულს პირველ რიგში აღიარებენ, შემდგომ მოინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. მე ამ ხალხის მიმართ აქვე გამოვთქვამ თქვენ წინაშე მგზავრობას, რომ როგორც კანონმდებლობა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ასევე პირადად მეც ვიქნები ჰუმანური. ბატონო ლაშა, მოდით უფლება მოგვეცით, რომ ჩვენ თქვენ შემოგიერთდეთ და ფეხზე წამოუდგეთ იმ მსხვერპლებს და დუმილით პატივი მივაგოთ, ვინც გარდაიცვალა და სხვაგვარად დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ. მადლობა. მადლობა. დაბრძანდით, გთხოვთ. ამასთან დაკავშირებით, სანამ თქვენს ამბავს მოუთხრობთ საზოგადოებას და კომისიას მათ შორის, მინდა ვთქვა, რომ ის რითაც თქვენ დღევანდელი თქვენი გამოსვლის დაწყება შემოგთავაზეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან როგორც ჯვარი აქაურობას ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება, მათთვის პატივის მიგება და არ გვპატიობენ არც ერთს, მათ შორის არც მე და არც რომელიმე ჩემს თანამებრძოლს მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს. არადა ის დასკვნა, რომელიც ამ კომისიამ უნდა დადოს და მთელი საქმიანობა, რასაც ქართული ოცნება ჯერ კიდევ 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია სხვებს შორის იქითკენ, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ფაქტი იქნეს დადგენილი, რომ იმ რეჟიმს ყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც, მოკლული მსხვერპლები, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლია, რომელიც დღეს ცოცხალია, მაგრამ ისეთ უბედურებაში გაიარა, რომ ხანდახან ეჭვიც კი გაგიჩნდება ადამიანს, რომ ეს ადამიანი კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ რეალურად ცოცხალია, ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა. ასეთი მსხვერპლებით შეგხვედრია მრავლად სამწუხაროდ. ამიტომ მადლობა, რომ ამით დაიწყეთ დღევანდელი სხდომა. მით უმეტეს, რომ ამ მავნებლების ხელში ეს არის ერთ-ერთი, რაც არის მათი მხრიდან უპატიებელი, რომ გაიხსენო მსხვერპლი, გაიხსენო მსხვერპლის ღირსება და მას მიაგო პატივი. ამიტომ ჩათვალეთ, რომ თქვენი გამოსვლის პირველი ნაწილით თქვენი
წამებლებისთვის ძალიან დიდი და მტკივნეული ნაბიჯი გადადგით. ბატონო ლაშა, მე შევერთდები მადლობებს ასევე თუ სწორად მახსოვს იმ დროიდან თქვენს ინტერესებს ადვოკატი ქეთი ბექაური იცავდა. შეიძლება სხვაებიც ყავდათ, მაგრამ ქალბატონი ქეთი მახსოვს მე ყველაზე აშკარად და თვალსაჩინოდ ეს გაბედული ქალი, რომ იტყვიან კაფანდარა ქალი, რომელიც არაფერს არ ეგუებოდა არავითარ წინააღმდეგობას და არაერთი ნაწამები და გაუბედურებული ადამიანი ყავს მას იმ დროს შიშის და ტერორის დროს დაცული. მადლობა მას ამისთვის და ასევე ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც თქვენ საქმეს მცირე იყო ასეთების ჯგუფი, მაგრამ აშუქებდა. დღეს ჩვენ ვიხილეთ ერთ-ერთი მათგანი, ქალბატონი ნინო მიქიაშვილი, რომელმაც ძველი სტატიები გამოაქვეყნა ხელახლა თქვენ შესახებ, ესეც მაშინ იყო გმირობის ტოლფასი. აქ წინა გამომსვლელის დროს ქალბატონი ნათია ბერიძე ვახსენეთ, რომელიც ასევე როცა არავინ არ აშუქებდა, ის აშუქებდა. ეს იყო მაშინ გმირობის ტოლფასი. ეს ჟურნალისტები კარგია, რომ დღესაც ხმალამოღებული იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ, თუმცა რა თქმა უნდა მათი სია ბევრად უფრო გრძელია ვიდრე ორი გვარი და სახელი და მათ თითოეულ მათგანს ჩვენ მედია თავისუფლების დარღვევაზე და მედიის წინააღმდეგ ტერორის თემაზე რო ვიმსჯელებთ სულ რამდენიმე დღეში კომისიაზე, რამდენიმე სხდომა დაეთმობა ამ თემას, იქ ყველას შევეცდებით რომ პატივი მივაგოთ, რომ ეს ადამიანები, ადვოკატი იქნებოდა ეს თუ ჟურნალისტი დარჩეს ისტორიას, იმიტომ რომ თქვენ იყავით შიგნით ციხეში და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ გარეთ მყოფი ადამიანები როგორ იცავდნენ თქვენს უფლებებს. იმედი მაქვს ამ ჩემმა მონოლოგმა ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მოგცათ, იმისათვის რომ მეტნაკლებად მიჩვეოდით გარემოს, არ არის კომისიაზე გამოსვლა ადვილი, ვიცი რომ თქვენ ბევრი ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური წინაღობის გადალახვა დაგჭირდათ, სანამ ჩვენამდე მოხვიდოდით. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის და გთხოვთ მოგვითხროთ ქრონოლოგიურად რა უბედურება დაატრიალდა თქვენ თავს და შემდეგ თუ უნება გექნებათ წევრების კითხვებსაც გაცეთ პასუხი. გთხოვთ. მოგახსენეთ რომ ვარ გლეხი მართლმადიდებელი ქრისტიანი ადამიანი, დაბადებული 1976 წელს წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, 1997 წელს დამთავრებული მაქვს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტი, სამოქალაქო სპეციალობით მექანიკოს-მათემატიკოსი, მათემატიკის მასწავლებელი და სამხედრო პროფესიით ვარ არტილერიის ოფიცერი. დღემდე ვიმყოფები და ვითვლები რეზერვის ოფიცრად. არ ყოფილვარ დღემდე დასაქმებული, არც ერთ როგორც საჯარო, ასევე ძალოვან სამსახურში. 2011 წელს ცნობილი და მიმდინარე მოვლენების მიმართ ვერ ვიქნებოდი გულგრილი და ბუნებრივი რეაქცია, დამოკიდებულება მქონდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და შეძლების დაგვარად ვცდილობდი გამომეხატა ჩემი ეს პროტესტი და როგორაც ვახერხებდი და რამდენადაც გამომდიოდა, ვიქცეოდი კიდევაც ასე. 2011 წელს 14 ივნისს ჩემს სატელეფონო ზარზე, სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე სახლიდან მოტყუებით გამიყვანეს და სოფლის ჩემი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ ვიტყვი დაკავებას, იმიტომ რომ ეს იყო გატაცება, გამიტაცეს როგორც შემდგომ აღმოჩნდა და დღეს
დღეობით არის ცნობილი და მავდროულად დამტკიცებული იმჟამინდელი რეჟიმის სამართალდამცავმა პოლიციელებმა. ესენი იყვნენ იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი აცგარდაცვლილი ვახტანგ აბაშიძე, რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია. ამ პირებმა ჩემს მიმართ არადამიანური მოპყრობა და კანონის დარღვევა დაიწყეს დაკავების გატაცების მომენტიდან. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ არ უთქვამთ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, არამედ თავს ასახებდნენ კრიმინალებად და შესაბამისად იქცეოდნენ კიდევაც როგორც კრიმინალები. მეტიც, როგორც სადისტები. ცემა დამიწყეს მათ დაკავების მომენტიდან, უმაქციეს სავარძლებს შორის ხელები შემიკრეს მაისურით, მათ ჰქონდათ უთასმნო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ასე ვთქვათ, ჩამჩარეს, ძალად ჩამიდეს პირში, დამემუქრნენ მკვლელობით და მიყენებდნენ აბსურდულ მოთხოვნებს, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა არც პოლიციის ქმედებას და შემიძლია ვთქვა, რომ არც ადამიანის ქმედებებს ზოგადად. შემდგომ მათ მიმიყვანეს მეზობელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ქარხნის შენობაში, სადაც ასევე გააგრძელეს ჩემი ცემა წამება, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ უკვე დამიწყეს სხეულზე, კონკრეტულად კი იღლიებში სიგარეტის დამწვრობა. და მთხოვდნენ იმჟამად ძებნაში ყოფნი ჩემთვის ნაცნობი, მაგრამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი მიზეზებით ძებნილი პირის შესახებ ინფორმაციის გამოძალვას ეცადნენ. მათ მის შესახებ არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია, როგორც ადგილმდებარეობის შესახებ, ისე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი. და ვეუბნებოდი კიდევაც მათ ვერ ვახერხებდი ამის შესახებ თქმას მანამდე, სანამ ამ ცემაში არ მოვახერხე პირის ავტომატის ცეცხლსასროლი იარაღის ლულისგან განთავისუფლება. სადაც უთხარი კიდევაც მათ, რომ ისინი ჩემთვის გასაგები იყო, რომ იყვნენ პოლიციელები და უთხარი თუ რა მიზნით აკეთებდნენ ამას და რა სურდათ კონკრეტულად მათ ჩემგან. მითხრეს, რომ მათ სჭირდებოდათ ინფორმაცია ძებნილის ადგილმდებარეობის შესახებ, რაზეც მოვახსენე, რომ ჩემთვის უცნობია მისი ადგილმდებარეობა, უცნობი იყო მანამდეც და არ შემეძლო მომავალშიც გამიგო. ეს წამება გაგრძელდა წუთობრივი ინტერვალით სიგარეტით დამწვრობით. შემდგომ ამ ადგილიდან გადამიყვანეს იქვე მეზობელი სოფლის მოსაცდელ, ეგრეთ წოდებულ მოსაცდელ შენობას, სოფლის მოსაცდელ შენობასთან დამხვდნენ პოლიციელები, იმჟამინდელი წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსი გოჩა გოგოხია, მისი მოადგილეები რუსლან აბულაძე, ილუშა აკუბარდია, ასევე რევაზ ლაზიშვილი და არ მინდა გამომრჩეს და დაზუნებული ვარ არ გამომრჩება, მაგრამ იმ პირთა შესახებ, რომლებიც შემდგომში ამოვიცანი გამოძიების მიმდინარეობის პროცესში
ამ პირების შესახებ გამოძიებისთვის ამომწურავი ინფორმაცია მაქვს მიწოდებული და ეხლაც ვეცდები ის ყველაფერი დეტალურად აღვიდგინო მიუხედავად იმისა, რომ ეს არც მარტივი სალაპარაკოა, დარწმუნებული ვარ, არც ადვილი მოსასმენია, მაგრამ რამდენადაც ვაცნობიერებ, რომ ეს იმ მიზეზით, რომ ცნობილი იყოს საჭირო არის, ვცდილობ და ვეცდები მაქსიმალურად დეტალებში აღვიდგინო ის წამების დეტალებით, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში 14 ივნისის ღამეს გაგრძელდა როგორც ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, ასევე შემდგომ წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში და იმ ფსიქიკური ზეწოლების შესახებ, რომელიც განხორციელდა შემდგომ პატიმრობისას თუ თავისუფლებაზე. მაგრამ თანმიმდევრობის დაცვის მიზეზით ეხლა საუბარს დავიწყებ ჯვარის პოლიციის განყოფილებაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდგომ წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა გოჩა გოგოხიამ იმყოფ პოლიციელებს უბრძანა, რომ გასულიყვნენ ისინი გარეთ. შენობაში დაიტოვა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი თანმხლები პოლიციელების თურთ გააგრძელა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა იმით, რომ მან პირველმა დამარტყა ხელი განყოფილებაში, ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ იქ მყოფ მის გვერდით და ჩემ მიერ დასახელებულ პოლიციელებს მიუთითა, დაუბარა, რომ გადაეწიათ შალუზები, ჩაექროთ შუქები და დავემუშავებინეთ. ეს დამუშავება გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და ჩემ მიმართ ჰქონდათ მოთხოვნილება, რომ მე დამესახილებინა, დავხმარებოდი მათ პირადად, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტის ჩადენაში. რა ჩემი როლი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, თითქოს მე ვიყავი თვითმხილველი იმ პირების ჩადენილი დანაშაულის ჩადენაში და გარკვეული როლის დამაკისრებდნენ თითქოს დახმარებაში და ამის გამო მე მპირდებოდნენ, რომ იქნებოდნენ ჰუმანური, მომიჭიდნენ მინიმალურ სასჯელს 2 წლის ვადით, მათი თქმით, თუ დავეხმარებოდი მათ ამ ყველაფერში და თუ არა, მაშინ დამპირდნენ, რომ თვითონ მათ აიძულებდნენ, რომ ჩემზე მათი თქმით დაედოთ ხელი და მე დავადანაშაულებინე იმ დანაშაულში, რომლის ჩადენაში მათ ბრალეულობას მხილებას მე მთხოვდნენ. ისა, ბატონლაშა, ერთი დავაზუსტო მინდა თუ შეიძლება. ამ ადამიანებს უკვე ჩადენილი ქონდათ ეს დანაშაული, რაზეც თქვენ გთხოვდნენ, რომ თვითმხილველად გეღიარებინათ დავით, თუ იგეგმებოდა ეს, თუ უკვე არსებობდა ეს დანაშაული ჩადენილი? მე უბრალოდ იმ პირების შესახებ არათუ ინფორმაცია არ მქონდა, რამე ნაცნობობაც და აბსოლუტურად წარმოუდგენელი ვინ იყო ეს პირები, უბრალოდ ის აქტი, რომელიც განხორციელდა, ამის შესახებ მომეპოვებოდა ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემი სოფლის მიმდებარე სოფლის ტერიტორიაზე მოხდა ეს ტერორისტული აქტი, სადაც მოკლული იქნა წალენჯიხის იმჟამინდელი გამგებელი და ჩემი თანასოფლელი პირი. ესე იგი მოხდა რაღაც. ეს ტერორისტული აქტი რეალობაში იყო მომხდარი. გასაგები, ეს ვიკითხე ხო, ეს მე მაიძულებდნენ, ჩემგან მოითხოვდნენ პირები დამედანაშაულებინა, ჩემთვის უცნობი პირები დამედანაშაულებინა
ამ ტერორისტული აქტის ჩადენაში. როგორ ფიქრობთ, რატო შეირჩა თქვენზე? თქვენ რატო აგირჩიეს ამისთვის? მე ამაზე ჩემი წარმოდგენა მაქვს, არ ვიცი რამდენად კომპეტენტურია, მაგრამ ჩემი წარმოდგენით და დაკვირვებით და გამომდინარე სამხედრო პროფესიის ქონისა, ჩემი მოსაზრებით ეგ იყო ერთ-ერთი და დამოკიდებულება იმ ჟამინდელი რეჟიმის მიმართ, რომ არ ვიყავი შემწყნარებლური, ჩემი აზრით ეს იყო მოტივი, ერთ-ერთი მოტივი იმისა, რაც განხორციელდა. თქვენ რატო იქნა არჩეული თქვენს მიმართ ეს ყველაფერი განხორციელებული? გასაგები, ბოდიში. ხო, რაც შეეხება ჯვარის განყოფილებაში, აქ ჩემზე ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად, მირტყამდნენ ჩემ მიერ ხსენებული პოლიციელები, აქ და როგორც გამოძიების დეტალურად მაქვს მითითებული მათი ვინაობის შესახებ და მზადვარ აქვე და ვილაპარაკო მათ ვინაობაზე. ეს პირები ჯგუფურად და ცალ-ცალკე საღამოს 22 საათიდან დილის 4 საათამდე ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მოითხოვდნენ ერთადერთ ამ ტერორისტულ აქტში ადამიანების დადანაშაულებაში დახმარებას, რასაც მაიძულებდნენ ცემით, ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას, გამიყვანა იმ ჟამინდელმა პოლიციის განყოფილების, ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა ვახტანგ გაბაშიძემ და ცადა დახვრეტის იმიტაცია. გამიყვანა დასახვრეტად. შემდგომ მე თვითონ დავთანხმდი არჩევნის წინაშე დამაყენა ან დაგხვრეთ ან დამეხმარეო და მე პირადად ავირჩიე რომ დავხვრიტე და მან გამიყვანა კიდევაც ამ მიზნით, მაგრამ როგორაც ჩატარებული საგამოძიებო ექსპერტიზის დროს მე თვითონაც მივხვდი რომ მას პირადად მან დამარტყა, ვერ ვიტყვი იარაღის კონდახი, რომლითაც დახვრეტით მემუქრებოდა თუ მუჭი, მაგრამ მე ამოვჭდი მიწაზე, უგონო მდგომარეობაში და საბედნიეროდ არ დახვრეტილი. მის შემდგომ ის დამემუქრა, რომ ეხლა ზუგდიდიდან მოვიდოდნენ პირები, რომლებსაც ვერ გადაურჩებოდი და მოვიდნენ პირები, რომლებიც არანაკლებ სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ეს იყო უკვე დილის პერიოდი, მთელი ღამის ცემისგან, წვალებისგან დაღლილიც, უძლურიც და ამ დროს კოხტა კოდუა, რამდენადაც ვიცი ეგ ზუგდიდის პოლიციის რომელიღაც განყოფილების წარმომადგენლები იყვნენ, გიორგი სამუშია, კოხტა კოდუა, რომლებმაც უსიტყვოდ ყველაფრის გარეშე დამიწყეს ხელახლაცემა, აქვე აღნიშნავ, რომ ცემდნენ ხელებს შეკრულს, როგორც მანამდე, ისევე ესენიც. შემდგომ რამდენადაც მათ უთხრეს, რომ მე არ ვაპირებდი მათ დახმარებას, ისინი მოითხოვდნენ არა მხოლოდ ხელის მოწერას, არამედ შემდგომ სასამართლო პროცესებში დახმარებას იმ პირების დადანაშაულებაში, რომლის ვინაობის შესახებ მაშინ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვებოდა, მაგრამ ამაზე უარის მიღების შემდგომ რამდენადაც ჩემ განთავისუფლებას, რა თქმა უნდა, არ აპირებდნენ, ხოლო ჩემს პატიმრობაში დასატოვებლად მათ შეთითხნეს ბრალეულობა თითქოს და მე ნარკოტიკული ნივთიერება, ჰეროინი და ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით ვიპოვე გამოქვაბულში თითქოს და მოვიხმარე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და თან წამოვიღე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი
და თითქოს სოფლის ცენტრში შეიარაღებულს და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამაკავეს სოფლის ცენტრში თითქოს. აი ამ პერიოდის მანძილზე მე რაღაცებს დავაზუსტებ ხოლმე თუ შეიძლება. თქვენი ოჯახის წევრები სად არიან? ან აი იციან რომ დაგაკავეს ან დაგიყვანეს? ეს ჩემ დაკავებას შეესწრნენ თვითმხილველები ყავდათ. მაგრამ ოჯახის წევრებს გააგებიეს სწორედ რომ ამ თვითმხილველებმა გარკვეული პერიოდის შემდგომ, როდესაც მოახერხეს რამე თუ მე მშობლებთან ცხოვრობდი, ასაკოვანი დედმამა მყავდა და მათ მოარიდეს ძმები არ იმყოფებოდნენ ტერიტორიულად იქ იმჟამად და ამის შესახებ ფაქტიურად ჩემი ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა მეორე დღეს. მეორე დღემდე არ იცოდნენ სად იყავით? დაკავების შესახებ ჩემი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ. გასაგები. მე პირადად არ მასარგებლეს უფლებით მაგაზე საუბარი ზედმეტი იყო რომ ახლობელს ან ოჯახის წევრს ან თუნდაც ადვოკატს დავკავშირებოდი ამაზე საუბარი ზედმეტი იყო. რაც შეეხება ის რომ იძულებული გავხდი ხელი მომეწერა იარაღის და ნარკოტიკის ფლობა მოხმარებაზე გავხდი იმის საფუძვლად იძულებული რომ კოხტა კოდუამ უკაცრავად ვიქნები როგორც თითოეული თქვენთაგანის თან მიმართებაში ასევე სრულიად საზოგადოებასთან მიმართებაში დამემუქრა საკუთარ დედაზე დაიგინა კოხტა კოდუამ რომ ის ხელკეტით გამოუპატიურებდა თუ იმ შემთხვევაში თუ არ მოვაწერდი ამ ცრუ ბრალდებას ხელს. მეც გამომდინარე იქიდან რომ მეტი წინააღმდეგობის არც უნარი შემწემდა, არც გზამრჩებოდა არანაირი, მე იძულებული შევიქმნენი ხელი მომეწერა ბრალდებზე, რომელიც არ ჩამიდენია ნარკოტიკის და იარაღის ფლობის თაობაზე. ყოველივე ამის შემდგომ უკვე დილის საათებში გადამიყვანეს წალინჯიხის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა ჩემი ცემა და წამება. მეტიც დამემუქრნენ ბუხარში დემონსტრაციულად ცეცხლში დაწვით. იმის გამო, რომ მე მათ არ დავეხმარე მათთვის სასურველ საქმეში. ყოველივე ამის შესახებ მოვახსენე იმჟამინდელ პროკურორს უთხარი იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები არიან წამებლები და ბრალს მდებენ დანაშაულში, რომელიც არც ჩამიდენია და ხელი მოვაწერე დანაშაულს, რომელიც ასევე არ ჩამიდენია. ვინ იყო მაშინ პროკურორი ვისაც? წალინჯიხის პროკურორი იყო იმჟამად, ვისაც ეს მოვახსენე ლევან ფიფია. მან ჩემი განცხადების საფუძველზე სავარაუდოდ 2 თვემდე პერიოდის შემდგომ დანიშნა ექსპერტიზა და აღძრა საქმე. ჩემ ჯანმრთელობის და უფლებების დაცვაში ჩაერთო როგორც სახალხო დაცვის აპარატი, რეგიონალური წარმომადგენელი, რომელიც მესტუმრა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტში და რომელსაც მივეცი სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია იმ ყველაფრის შესახებ, რაც თავს გადამხდა. ამავდროულად საქმეში ჩაერთო ცენტრი ემპათიის დირექტორი და თანამშრომლები, ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი და ამავდროულად უწყების სხვა თანამშრომლები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს
როგორც ჩემი ფსიქიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში იმჟამინდელ პატიმრობის პერიოდში და ამავდროულად ჩემ თავს გადამხდარი ეს ყოველივე მოვლენები აღმოჩნდა შესაბამის ანგარიშებში, აღმოჩნდა პრესაში და ცნობილი გახდა ფართო მასებისათვის, საზოგადოების წევრებისათვის, რის შემდგომაც კონკრეტულ ამ ფაქტთან და ამ გარემოებასთან დაკავშირებით შემდგომ პატიმრობის პერიოდში ჩემზე არ განხორციელებულა არანაირი ფიზიკური ზეწოლა. თქვენი წალენჯიხის მილიციაში იყავით სულ ამ პერიოდში? ვიყავი როგორც ჩემი წამება, მას ადგილი ჰქონდა, ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაიწყო მიტოვებული ქარხნის ტერიტორიიდან გაგრძელდა შემდგომ ჯვარის და წალენჯიხის პოლიციის განყოფილებებში. აქვე აღნიშნავ, რომ პატიმრობის პერიოდში ადამიანთა უფლებათა დაცვის სხვადასხვა კომიტეტებმა ჩამთვალეს აღმოჩნდა პოლიტპატიმართა სიაში. ჩემი უფლებები შემდგომ გარდა რიგითი პატიმრებისა კონკრეტულად ჩემი წამება პატიმრობის პერიოდში ამ კუთხით, ამ მიზნით შემდგომში არ განხორციელებულა. 2012 წლის ცნობილი მოვლენების შემდგომ ამინისტიის საფუძველზე განთავისუფლდი პატიმრობიდან. მადლობა ბატონო ლაშა. კითხვა მაქვს ასეთი თქვენი ნებართვით. როდესაც აღიძრა საქმე, მას შემდეგ რაც პროკურორს თქვენ მოახსენეთ იმის თაობაზე, რომ თქვენს მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი. იმ დროს ეს იყო უპრეცედენტო პრაქტიკულად გადაწყვეტილება, იმიტომ რომ წამება ხდებოდა ბევრი, მაგრამ წამების მუხლით აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე რეალურად წარმოუდგენელი ამბავი იყო. შეიძლება დღეს ვიღაცამ არ იცოდეს, მაგრამ ასე იყო ნამდვილად. უკავშირებთ თუ არა თქვენ ამას იმ ფაქტს, რომ ვინაიდან გახმაურდა თქვენ და მიმოპყრობის ფაქტები, შემდეგ ხელისუფლებას ეს ნაბიჯი დასჭირდა იმისთვის, რომ ეთქვა, რომ ვიძიებთ. იმიტომ რომ ხანდახან, როდესაც იშვიათად, მაგრამ გახმაურდებოდა, მათ უყვარდათ ხოლმე ასეთი ფრაზა, რომ გამოძიება დაველოდოთ გამოძიებას. ეს იყო რაღაცნაირად მანტრასავით იმეორებდნენ ხოლმე მერე იმ იშვიათ საქმებზე, სადაც გამოძიება დაიწყებოდა, გამოძიებას დაველოდოთ ფრაზას. თუ მანამდე მოხდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა? მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა წამების ფაქტზე, ეს იყო ფორმალური, იმიტომ რომ მას არავითარი შედეგი არ მოყოლია, არაერთი განცხადებისა, როგორც ჩემი, ასე ჩემი უფლებადამცველი ადვოკატის არაერთი განცხადებისა, აი ძალისხმევისა, რომ ეცა და გაერღვია ეს მოჯადოებული წრე და დაეძრა საქმე მსვლელობა, ეს იყო უშედეგო, იყო საქმე თაროზე შემოდებული, მე მესჯებოდა მომესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა იარაღისა და ნარკოტიკის არ ქონის თითთან გამოწვეული მტკიცებულებებით ეგრეთ წოდებული შეკერილი საქმის და ბრალდების საფუძველზე მომესაჯა 13 წელიწადი, რომელიც ორივე ინსტანციის სასამართლომ უცვლელად დატოვა, ხოლო მესამე ინსტანციის სასამართლომ კიდევ საერთოდ განსახილულად არ ცნო. ამის შემდგომ საქმე განვითარდა სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა დაცვის სასამართლოში და შედეგი დადგა 2020 წელს, სადაც კონივრულ ეჭვმის მიღმა სტანდარტით დადასტურდა ჩემი წამების ფაქტი.
მაგრამ აი ეს ფორმალობა ბატონო ლაშა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მით უმეტეს სამეგრელოში, სადაც პრაქტიკულად ტერორი იყო, მაინც აღიძრა საქმე და ეს რას უკავშირდება, რომ გახმაურდა? ეს უკავშირდება უშუალოდ ჩემი უფლებადამცველი ადვოკატების. ვინ იყვნენ ესენი? ესენი იყვნენ ქალბატონები ქეთი ბექაური, ანჟელა ჯობავა, ლონდა შამგია, ნაზი დოიჯაშვილი, ბატონი ლექსო არქანია. ასევე ის ადამიანები, უფლებადამცველები, ბატონი ზაზა დავითაია საკუთარი თავისუფლების და სიცოცხლის რისკის ფასად პრესაში გაახმაურა უშუალოდ არქანიებთან და არქანიებზე თან მიმართებაში განხორციელებული უკანონო ქმედებები და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა. და ამან გამოიწვია, რომ გამოსავალი აღარ დარჩა მაშინდელ პროკურატურას და ხელისუფლებამ მისცა პროკურატურას ნება, რომ წამების მუხლით აღეძრათ საქმე, რომელიც გასაგები იყო, რომ ფორმალური იყო. ფორმალურად აღძრა, მაგრამ ამან მიხსნა კიდევაც და შემინარჩუნა სიტყვა. კი ბატონო, იცით რატომ გეკითხებით ამას, რომ ჩვენი დასკვნისთვის მნიშვნელოვანია მოდელი ავხსნათ. რატომ არ აძლევდნენ ხოლმე მედია საშუალებებს ან ადვოკატებს, ბევრი ადვოკატი თვითონ გვახსოვს დაპატიმრებული, იმიტომ რომ ზედმეტადი აქტიურა. რატომ იყო ეს აკრძალვა, რომ რაც მეტად გამოვიდოდა გარეთ ინფორმაცია, მით მეტი პრობლემა ექნებოდა ხელისუფლებას და თქვენ შემთხვევაში რა კი მაინც გამოვიდა გარეთ ინფორმაცია, იგი ძულებულები გახდნენ, რომ არა რეალური, არამედ ფორმალური გადაწყვეტილება მიეღოთ გამოძიების დაწყების შესახებ, რომელმაც შედეგი არ მოიტანა მრავალი წლის მანძილზე. აი ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რაც ჩვენ უნდა ვიკლიოთ და ამიტომ შეგაწუხეთ ამდენი კითხვით. სხვა წევრებს თუ აქვთ კითხვები, ბატონი სოზარი, გთხოვთ. დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან. მძიმეას გასახსენებლად და კიდე ახლა შეიძლება გაგიმწვავოთ ჩემი კითხვებით, მაგრამ აი თქვენ თქვით რომ სიგარეტს გაწვავდნენ განსაკუთრებით დიღლიების არეში. რამდენი იყო, აი რამდენი დაზიანება გქონდათ მერე? 7-8 კერა გქონდა დამწვრობის. ექსპერტიზა ჩატარდა ყველაფერზე, სხვა დაზიანებებზეც, ხო? კი, ყველა დაზიანებებზე ჩატარდა ექსპერტიზა, სამხარეული ექსპერტიზის ექსპერტები მიერ იქნა ჩატარებული ყველანაირი. და ეს დაფიქსირებულია. კი. იმის თქვა მინდა ხა მოსახლეობისთვის, რომ ეს არ არის რომ რაღაცას იგონებს ადამიანი, ეს არის დოკუმენტირებული მასალა, დადასტურებული საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოს მიერაც. უბრალოდ მინდა რამდენიმე ერთ პატარა კომენტარივით გავაკეთო. ხა თქვენ ახსენეთ კოხთა კოდვა, სამუშია. ამ დღეებში ჩვენ ვისმენთ ისეთ გვარებს, როგორიც არის მეგის ქარდავა. ზუგდიდის პოლიციის უფროსი დაახლოებით ამ პერიოდში ცოტა ადრე იყო თენგიზ გუნავა. უბრალოდ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან რეჟიმის სახე და ამავდროულად რეჟიმის უბრალოდ სახე კი არა, ესენი იყვნენ პოლიტიკური გუნდის წევრები. იგივე თენგიზ გუნავა, რომელიც პირადად მონაწილეობდა არაერთი დაკავებული პირის წამებაში და იმედი მაქვს კომისიის მუშაობის პერიოდში ეს ადამიანებიც მოვლენ. შემდეგ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ადამიანი, რომელიც იყო ამ რეჟიმის ერთ-ერთი სახე როლანდ ახალაია პროკურორი სამხარეო სამეგრელოზე მოსვანათის შემდეგ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩვენ ერთ-ერთ პირველ ხდომაზე მოვუსმინეთ გენერლებს ზაზა გოგავას და მამუკა ყურაშვილს, ადამიანები, რომლებიც აღიარებდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს მოჰყვა არაერთი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მათ შორის რომ ვერ თუ არ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ, მათ შორის ის, რომ ყურაშვილს პირდაპირ აღიარებული აქვს და სხვათა შორის გოგავამაც დაადასტურა, რომ იმის გამო, რომ სააკაშვილის ბრიფინგი უნდა ჩაეტარებიათ და ეს უნდა ჩამოეტანათ, რა ქვია, ბრიფინგის ჩასატარებელი მასალები, ამას მოჰყვა ის, რომ შეცვალეს წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაციის მიმართულებები და ამას მოჰყვა არაერთი ადამიანის მსხვერპლი, როგორც
ჯარისკაცების ისე მშვიდობიანი მოსახლეობის და ეს ადამიანები შემდეგ გახდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრი. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ეს იყო ერთიანი გუნდი, რომელიც ერთად გეგმავდა და ჩადიოდა უამრავ დანაშაულს და აი თქვენ საქმეში ნახსენები ადამიანების ეს კოხტა კოდუა განსაკუთრებით არის სწორედ ერთ-ერთი სისხლიანი სახე იმ სისხლიანი რეჟიმისა. ბატონი ილია. ბატონლაშა, თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენ ხართ სამხედრო განათლება გაქვთ მიღებული და ხართ რეზერვში წარმოდგენილი. 2008 წელს თუ იყო თქვენს მიმართ გამოძახება ან თუ იღებდით მონაწილეობას 2008 წლის სამხედრო მოქმედებებში. დაფიქსირებული შესაბამის ორგანოში კომისარიატში დაფიქსირებული მქონდა მზაობა მიიღო ჩემი პროფესიით ვარ არტილერისტი და საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვი მზაობა მიიღო საომარ მოქმედებაში მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ შესაბამისად. თუმცა არ ყოფა არნეგერია. ჭირვები ვართ გასაგები. დამოუკიდებლად მოხალისეობრივი როლი არ შემიძლია. გასაგები. და თქვენ ხაზი გაუსვით, რომ მასწავლებელი მათემატიკას ასწავლიდით. ფიზიკა ტექნიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მექანიკა მათემატიკის სპეციალობით, რომელიცაც მასწავლებელი ერთ-ერთი პროფესიად ითვლება, რომ ფიზიკოსი ვარ. თქვენ და ახსენეთ, რამდენი ძმა გყავთ თქვენ? ერთი ძმა გყავთ თუ ორი უფროსი ძმები გყავს. და ესენი თქვენთან სოფელში ცხოვრობენ თუ სხვაგან არიან? არა, მე მარტო ვცხოვრობ სოფელში, ჩემი მშობლების სახლში. დედა ერთი წელიწადია გარდამეცვალა, მამამ პატიმრობის დროს დამეყობა, როგორც მოგახსენეთ. თქვენი ძმების მიმართ ხო არ იყო რამე ზეწოლა? ჩემ პირადად მე მემუქრებოდნენ, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, თუ მათივე სიტყვებს ბუინს თუ გავაგრძელებდი, მაშინ ოჯახის წევრები ცოცხლებიც არ მეყოლებოდა, არა თუ პატიმრობაში აღმოჩნდებოდნენ. მათ შორის მშობლების ასაკოვანი დედის გაუპატიურებით მემუქრებოდნენ. თუ ხმას ამოვიღებდი და სიმართლეზე საუბარს გავაგრძელებდი. 2012-ში, როდესაც გამოხვედით საპატიმროდან, თქვენ დაგჭირდათ რამე მკურნალობა, რეაბილიტაცია, ფსიქიატრის დახმარება თუ იყო საჭირო ან მსგავსი რამე თუ გაიარეთ? მე დამჭირდა ხერხემლის ოპერაცია, იმიტომ რომ მოყენებული ტრამვის გამო დამიზიანდა მე-4-მე-5 მალა და ეს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა უზრუნველყო მისი მატერიალური და შესაბამისი რეაბილიტაცია, რაც დამჭირდა. ფსიქიკურად მყარად ვიყავი და დღემდე ვთვლი, რომ ჯანმრთელი ვარ. გასაგები. კარგით. დიდი მადლობა, ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ. ჩემი მადლობა თქვენ. ბატონო ლაშა, ჯანმრთელობაზე მინდოდა მეკითხა და მადლობა ბატონ ილიას, რომ ეს კითხვა დასვა. მე ასეთი კითხვა მაქვს, თქვენ დღეს ხომ არ გემუქრებათ ვინმე ან რამე, იმიტომ რომ ეს მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში და ქმნიან ილუზიას იმის თაობაზე, რომ საერთოდ რაღაცას წარმოადგენენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, და არცად წასვლას ჯერჯერობით არ ვაპირებთ მანამ სანამ ისინი ფართხალებენ, რომ მათი არსებობა პირდაპირ პროპორციულია ჩვენი არსებობის. ჩვენ ვართ ჯარისკაცები. არსად წასვლას არ ვაპირებთ სანამ ისინი არ განადგურდებიან. შესაბამისად, ხომ არ არის მაინც აი რაღაცა საფრთხე, თუნდაც მოჩვენებით, იმიტომ რომ ამდენ ჭირვარგამ გამოვლილ ადამიანს შეიძლება უფრო მეტად გალესილი გქონდეს გრძნობელობა სხვადასხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისადმი. ხომ არ არის ასეთი, რომ ვუთხრათ საჯაროდ საზოგადოებას და ჩვენც ვიცოდეთ. მოგახსენებთ აგერ, რომ ამ ყოველი ჩემთან მიმართებაში განხორციელებული ამ ძალადობის და უსამართლობაზე არიან აღძრულ საქმეზე ნაწილი პირებისა არიან დაკავებულები, მაგრამ საქმე გაყოფილია ორ ნაწილად და მაქვს იმედი, რომ მეორე ნაწილიც საქმისა დასრულდება და თავს ალბათ უსაფრთხოდ მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობ. რამე თუ ეს პირები დღემდე თავისუფლებაზეც არიან
და ძალოვან სტრუქტურებში თანამდებობებზეც არიან, საპასუხისმგებლო საკმაოდ მაღალ თანამდებობებზეც არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე და არსებული საფრთხისა, მე დღემდე ქვეყანა არ დამიტოვებია, თუმცა მქონდა მინიშნება, რომ უნდა დამეტოვებია, მაგრამ მე ქვეყანა არ დამიტოვებია და მე თავს ყოველ შემთხვევაში შიშის გრძნობა შიში მათი აღარ მაქვს, თორე საფრთხე მათ მხრიდან რანაირიც არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში მე მათი არ მეშინა. არ გამორიცხავთ, რომ არსებობს, თუმცა შიშის განცდაში არ ცხოვრობთ. ვისგან იყო ეს რჩევა და რომელ წელს რომ ქვეყანა დატოვეო? რჩევა კონკრეტულად რამდენადაც ესენი ეს პირები დღემდე თავისუფლებაზე და მაღალ თანამდებობებზე არიან და არიან სამეგრელოში ალბათ, სამეგრელოში დიახ. არიან მაღალ თანამდებობაზე, ამავდროულად არიჩენენ ისეთ არაკეთებენ ისეთ მკვეთრ არ ტოვებენ სამხილებს, მაგრამ იძლევიან მინიშნებებს, რომლებზეც საუბარი ჩემ მხრიდან იქნება მტკიცებულებებს მოკლებული და ამავდროულად მომიწევს ისეთი ადამიანების სახელების ხსენება, რომლებიც ამჟამად უკვე ცოცხლებიც აღარ არიან და იმიტომ რომ ისედაც აბსურდში არ გადავსა. მათ შორის ჯვრის პოლიციის ხელმძღვანელი მაშინდელი ხომ, რომელიც სოცხალი არ არისო თქვენ ძანეთ. ის ადგილობრივი იყო თუ ჩამოსული იყო? ჩხოროწყუს წარმოშობით. აბაშიძე გვარად ხომ? დიახ. ბატონლაშა, ისინი ვინც ამჟამად საპატიმროში არიან თქვენს მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო, რამდენი პირია ასეთი? სამი მიიცემული იქნა პასუხებაში, ორი არის ძებნაში და ამ სამთაგან ერთმა აღიარა მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის გამო გაწეული იქნა განხორციელებული იქნა კანონით გათვალისწინებული ჰუმანური ღონისძიებები, რაზეც მე პირადად ეხლაც წინასწარად დასაკავებელ და მომავალში ვის დააკავებენ იმათ მიმართაც ეხლაც გამოვთქვა მზაობა, მაშინაც გამოვთქი იმ პირების მიმართ მზაობა, რომ ყოფილიყო სასამართლო ჰუმანური, რაც გამოიჩინეს კიდევაც და ერთი განთავისუფლდა სასჯელის სანახევროდ მოხდის შემდგომ, ხოლო ისინი ვინც არ აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და შესაბამისად არ მოინანიენ, დღემდე იმყოფებიან პატიმრობაში. გასაგებია. კარგი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ თქვენ რაიმე საფრთხეს თუ მოელიც აიდანმე, ეს საჯაროდ უნდა თქმულიყო, ვინაიდან რა თქმა უნდა ეს აღქმა თქვენი აღქმა, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენ ამის შესახებ ვიცოდეთ, იმიტომ რომ ვისაც მიემართება ეს თქვენი აღქმა, ის საპატიმროშია თუ არ არის თუ უცხოეთიდან გვისმენს და მნიშვნელოვანია რომ ყველა მიცოდეს რომ ამ კომისიის ფარგლებში მოწვეული პირის მიერ გაკეთებული ფაქტების გამო რაიმე ტიპის უარყოფითი შედეგი რომ დადგეს თქვენს წინააღმდეგ, ამას რა თქმა უნდა კანონი უმკაცრესად გასცემს პასუხს. ამიტომ თქვენ ჩემი თხოვნა იქნება რომ იყავით ჩვენთან კონტაქტზე და ნებისმიერი ტიპის შემოთვლა თქვენ ეს სიტყვა არ გამოგიყენებიათ, მაგრამ ამასთან უნდა გქონდეს საქმე, მათ შორის უცხოეთიდან, სადაც უფრო ეს პატარა კაცები უცხოეთში სწავლენ ხოლმე და მე იქიდან იციან მამაცური შემოთვლები, მეც მქონია ასეთი, თუ ასეთი იქნა, შეგვატყობინეთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან წამოვა ეს. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს, რომ თქვენი გვარის სხვა წარმომადგენლებიც, იმიტომ რომ მაშინ ასე იყო ცნობილი, რომ არქანიები ამოიჩემესო და ტერორი მიმდინარეობდა ამ გვარის არაერთი წარმომადგენლების მიმართ. გამოიჩენენ სურვილს, რომ გვეწვიონ კომისიის ხდომაზე და არა მხოლოდ ისინი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, როლანდი ახალაიას და მისი კლანის ხელში, კოხტა კოდუას, ქარდავების და სხვების ხელში სამეგრელომ ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა. ეს ადამიანები ჩვენი კომისიის მუშაობის შედეგად ჩვენ ამისთვის
შეიქმნა ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ეს ორგანო, რომ ამ ადამიანებმა არამც თუ სამეგრელოში, საქართველოს მასშტაბით ვეღარასდროს ვეღარ შეძლონ მაღალი თანამდებობების დაკავება, ვერ იყვნენ პოლიტიკურ თანამდებობებზე და ვერ იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. აი ამისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენ საქმე და მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ თქვენი და ბევრი სხვა მსხვერპლის სახელით კომისიის მუშაობაში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენს მონაწილეობაში წვლილი შეიტანა და სხდომის ორგანიზებაში დაგვეხმარა. დიდი მადლობა ბატონო ლაშა, წარმატებებს გისურვებ.